აცმოძრაობის 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნოებთან და მათ სადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნოების ჩაშლა. ერთოდ მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს, ხუთის გადაცემა. ჩვენ მოუწოდეთ თავიდანვე ჩვენ ხარდაჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არც ერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ასე ვთქვათ ძალადობრივ მოქმედებებში ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან და ასევე მოუწოდეთ შორის ერთადაც სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში ნაცმოძრაობის აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენ აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესურვდნენ ქვებსაც, ეს არის ტრადიციული მეთოდი ნაცმოძრაობის, გახსოვთ თქვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ესურვდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესრულეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ რუსთავიორის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგის სიყალბე. კერძოდ თქვა რუსთავიორის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაცმოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ რუსთავიორი კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, იმედის ჟურნალის გაუტეხეს კამერა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა და ეს არც ერთხელ არ იყო ხსენებული რუსთავიორის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან რუსთავიორის ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა. ბრიფინგს ვატარებ და ხელს ნუმიშლით. ბრიფინგს ვატარებ. რაც შეეხება ნაცმოძრაობის სპიკერს, ხომანდელ სპიკერს, გიორგი ტუღოს, რომელიც იყო სააკაშვილის ომბუდსმენი და სააკაშვილის ბოლო საშემოხსნელების მინისტრი, მანაც გაავრცელა ბინძური ტყუილი, ბინძური სიცრუე, ესეც არ გვიგვირჩევენ, ბუნებრივია. გიორგი ტუღოსისგან მან თქვა, რომ თითქოს ქართული ოცნების ხარდამჭერები დაესხნენ თავს ამ უბანს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ესენი იყვნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ისინი თავს დაესხნენ საარჩევნო უბანს, შეეცადნენ საარჩევნო უბნის ჩაშლას, ხუთის გადაცემას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ პირდებით ნაცმოძრაობის აქტივისტებს და მათ შორის იმამ ყულიევს, რომელიც იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი, რომ ისინი ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე. დიდი მადლობა. ეს ყველაფერი ასახულია კამერებზე. ეს ყველაფერი არის ასახული კამერებზე.